საღამოშიდობის. ხშირად ვხედავ, რომ დიდი პრობლემა გაქვთ, როგორ აიღოთ ცხენის ხამუთის ზომა. ვეცადე ყველანაირად, რომ დეტალურად აგიხსნათ. აი ეს ეხლა არის მაკეტია რა, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ცხენის კისერი. საერთოდ საშუალო ცხენის კისერი ფაშატი 4-5 წლის ცხენი არის 46-47 სანტიმეტრი. თუ ცხენი ულაყია, კარგად შენახულია და მართლა უკვე 5-10 წლის შემდეგ არის, მისი სიგრძე არის რაღაც 52-53 სანტიმეტრი. აი როგორ ახდება აღება. აი ეს წარმოიდგინეთ, რომ კისერი დამთავრდა, აი ეს კისერი დამთავრდა და ამის ქვემოთ არის სახსრები, წინა ფეხის სახსრები. სახსრებზე არ უნდა ედებოდეს რა ქვია ხამუთი, წურმელა. სიგარი ეხლა აქ არის 24-დან, აი ყველაზე დიდი წერტილი, ყველაზე განიერი წერტილი არის 24 სანტიმეტრი. ნუ იგივეა აქაც. ეხლა აქ მოგუნულია და იფიქრეთ როგორ მოგუნა. ნუ ამის მოგუნას პატრონი თვითონ მე კლეში გუნავს ამას. ეხლა დააკვირდით. კლეში მომწოდე. აი კლეშები ესენი და ეს ყველაფერი ის არის ყალიბია. ყალიბი ხო თვითონ აი ეს კლეშები უკვე აღარ არის ყალიბი. კლეშები ყალიბი არ არის. კლეშები ჩაჭრილია. წურმელა და საერთოდ ხამუთის სიგრძე უნდა იყოს აი აქედან უფრო სწორად, აი აქედან. არა. დააკვირდით. ხო, აქედან და იყოს რაღაც 20 სანტიმეტრი. აი 20 სანტიმეტრი. დააკვირდით. გარვიცი რა როგორ აჩას. 18-20 სანტიმეტრი. აი ახლა ეს კლეშები გამზადებულია, დიდი ცხენის ხამუთისთვის. წესით და იყოს აი აქ. ნუ ამას ან გრძელს მოვჭრი, ან პატარას. თვითონ თვითონ კლეშის სიგრძე ამ შემთხვევაში რა კი ეს დიდი ცხენისა დააკვირდით არის 40 არა დაახლოებით არის 61-62 სანტიმეტრი. თქვენ ხშირად ზომას იღებთ აი აქედან აი აქამდე. ეს არ არის ბატონო სწორედ აი აქამდე. ცხენის ხამუთის ზომა არის აი აქედან აი აქამდე. აი ეს არის გენერატორი წურმელა. ნუ ესეც მაკეტია. დააკვირდით ახლა. აი როგორ ამდევს. აი ესენი ხო? არ უნდა ედებოდეს ცხენს იმაზე რა ქვია, ისევ და ისევ გეუნებით წინა სახსრებზე. ეხლა რა არის? ზოგჯერ ხამუთი ხო მე შემიძლია დავაპატარო სიგრძეში და დავამოკრო. ავწევ დამოკრდება, ჩამოვწევ დაგრძელდება. მაგრამ ერთი რამეა. აი ეს არასოდეს არ უნდა იყოს აი ეს შეძლებისაგან, აი რაღაც 1 სანტიმეტრის მაინც მაღლანდა იყოს. ამ შემთხვევაში ზომას იღებთ შიგნით და პირიდან. შიგნით და აი აქ შიგნით. ანუ რაღაც გამოვა, აი ხო გეუბნებით 47-48 სანტიმეტრი. 48 სანტიმეტრი. ეს საშუალო ცხენით, დილით უკვე აგიხსენით.
ნუ ამაზე ადვილი არაფერი არ არის ეხლა როგორ ვაკეთებ მე აი ბატონო ვიღებ ორ რეიკას ვიღებ და მე შემდგომში აი ეს არის ჩემი სიგანი ხამოთისა ნუ ესე իրենց կողմը մոռացել და გამოვიდა აი ეს ეხლა უბრალოდ ცალი ხელით ვიჭირავს ტელეფონი და ცალებს აი ბატონო ხო აი ეს არის თქვენი ცხელის ხამოთი სიგზე აი ბატონო 24 და 24 ეხლა ცხენსაც შეეხება ხო სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ცხენები მთის რეგიონში მაგალითად ხო არის უფრო პატარა ცხენები კაი შენახული უნაყირო ყავთ ის უკვე სხვა ზომები აქვს მაგრამ 53-ს იშვიათად საქართველოში მე მენახავს 53-ს აი ბატონო 24 სანტიმეტრი 47-დან 53 სანტიმეტრამდე სხვა ვარიანტი ხო არ არსებობს ბატონო აი ნუ იღებთ ამ სხვა რაღაცებს ნუ ცდილობთ რაღაც სასწაულის მოგონებას აი კიდე ერთხელ გაჩვენებთ როგორ დაიდება ტურბელა აი ბატონო ეს არის ხამუთი აი ტურბელას რომ დაწევ ასე ძალიან შეეთხομαι ვხედავ ესე რომ აი ეს ზემოთ არის და ტურბელა ჩამოწეულია აი ეს უფუჭებს კისერს თან სერიოზულად უფუჭებს ამისათვის ყოველთვის ტურბელა და იყოს მინიმუმი აი ესე მინიმუმი რა სურველი 1 სანტიმეტრით მაღლა იყოს აი ეს მე ზომა ეხლა აი მას შევწევ დააკვირდით ახლოს მივიტან უკვე სხვა ზომები ხდება არის ხოლმე ზოგჯერ რომ სიგრძით კარგად აქვს ცხენს მაგრამ ამაში უკვე ვიწროა აი აქ ამ ადგილში საკამრე ტყავიოა რა აი ამ სიგანეზე გამოვჭრი ჩაუმატებ და გაიწია რა რო იტყვია გაიწია ხლაფხელა კი არა ის რაღაც სანტიმეტრზე გაიწევს და ეს იქნება მისი ზომა ასე რომ დაანაგთხოვთ რა არ იწვალოთ აი მეთოდით აიღეთ ცხენის ხამუთები ხო და სურათებს რომ მიგზავნით როგორია ჩემი ცხენიო ხო გადასარევი ნებისმიერ პატრონს აგონია რომ თავისი ცხენი ყველაზე დიდია დედამიწის ზურგზე და საქართველოში მით უმეტეს ხო ესე არ არის რა არის პატარა ცხენები არის საშუალო და არის დიდი ცხენები და დიდი ცხენები საქართველოში გაფრთხილდა 10% დანარჩენი არის საშუალო და ოდნავ დიდი ცხენები დიდი მადლობა ყურადღებისათვის რა კომენტარები დამიწერეთ ძალიან გამიხარდება რჩევები და თუ გააზიარებთ კიდე თლათ უკეთესი და ძალიან კარგი რომ სხვებმაც ნახონ ეს ვიდეო კარგად გრძანდებოდეთ